ამ წუთებში თვითმმართველობის არჩევნები იწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტებმა 140 დელეგატი უნდა აირჩიონ. არჩევნებს აპროტესტებენ აუდიტორია 115-ის წევრები. პირდაპირ ეთერში გიგლა თუმანიშვილი ჩაგვერთვება დეტალებით. გიგლა, დილამშვიდობისა, რა მოთხოვნები აქვს აუდიტორია 115-ს და რას პასუხობენ მათ თვითმმართველობის წევრები? დიახ, აუდიტორია 115-ის წევრები უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან პიკეტირების რეჟიმში და ისინი ისევ აყენებენ თავიანთ მოთხოვნებს. მათი ძირითადი მოთხოვნა დღეს არის, რომ გაუქმდეს თვითმმართველობის არჩევნები და დაიწყოს რეფორმა განათლების კანონთან დაკავშირებით. რაც შეეხება მათ რადიკალურ ნაბიჯებს, ისინი წუხელს შეიჭრნენ ან უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში და დაიკავეს ეს ტერიტორია და აცხადებენ, რომ არ მისცემენ უფლებას, რომ ჩატარდეს არჩევნები უნივერსიტეტში. გარერეფერების პროცესის სასწრაფო წესით დანერგვას უნივერსიტეტში და დაწყებას ამ პროცესისა ჩვენ მიმართავთ განათლების დეპარტამენტს, პარლამენტის განათლების დეპარტამენტს, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა განათლების ახალ კანონზე და მიმართავთ განათლების სამინისტროს მიაწოდოთ მათ სპეციალური საბუთები, რომელთაც ისინი მოახერხებენ ამ კანონზე მუშაობას. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ დავტოვებთ კორპუსს და ვიქნებით მაქსიმალურად რადიკალურები და პროტესტი იქნება მის წინააღმდეგ. პირველ საათზე გაიმართება აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში და მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ სტუდენტს მოვიდეს აქციაზე და დააფიქსიროს თავის მოსაზრება ყველა სტუდენტი თანასწორია. იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდება შამის შემდგომ ჩვენ ამას ვნახავთ აქციაზე, როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ აუდიტორია 115 დღეს არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გეგმავს გარკვეულ პროვოკაციას და სწორედ ამბობენ, რომ მათი მხრიდან ერთგვარი პროვოკაცია არის დღეს აქციის მოწყობა, რომელიც უნივერსიტეტის პირველ კორპუსის წინ უნდა გაიმართოს და მოუწოდებენ უსაფრთხოების სამსახურს, რომ დაიცვან არჩევნებში როგორც დელეგატების, ისე ამომრჩევლების უსაფრთხოება. რიგში ცესკოს მოუწოდებთ, რომ გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რადგან უზრუნველყოს ამ ადამიანების უსაფრთხოება და გარჩევნების ჩატარება ისეთ პირობებში, სადაც არ ექნება ადგილი ექსცესებს და რა თქმა უნდა, შემდეგ სამართალდამცავებს თესეულს დაცვას ადმინისტრაციას, რომელიც განთავსებულია მე-6 და მე-3 კორპუსებში, რომ აღკვეთოს მათ მიერ გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული კანდიდატისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის, თესეულს ყველა სტუდენტისთვის, რომლებსაც აქვს სურვილი მოვიდნენ ამ არჩევნებზე, დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება ამ საკითხებთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ ფაკულტეტის განვითარებას. რაც შეეხება თავად არჩევნების პროცესს, ამ წუთებში მიმდინარეობს სწორედ საარჩევნო უბნებზე გახსნის პროცედურები და დაახლოებით რამდენიმე წუთში უკვე გაიხსნება ყველა საარჩევნო უბანი და ამომრჩევლებს შეეძლება მისცენ ხმას სასურველ კანდიდატს. აირჩევა 140 დელეგატი 7 ფაკულტეტიდან, თითოეულიდან 20 მათგანი. გასტანს კენჭისყრა საღამოს 6 საათამდე და დღის ბოლოს საარჩევნო კომისია, ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოცხადებს შედეგს. ნაწილობრივ საარჩევნო უბნის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა არის საუბნო საარჩევნო კომისიის პრეროგატივა. იმედია, რომ არ იქნება აუცილებელი გარკვეულ ფარგლებს მიღმა გასვლა, რომ დავიცვათ სიმშვიდე და წესრიგი უბნებს. უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში 13 უბანში იქნება განთავსებული საარჩევნო უბანი და დღეს დაახლოებით 6 საათისთვის დაიხურება საარჩევნო უბნებზე შესაბამისად ხმის მიცემის პროცედურა, თუმცა როგორც უკვე მაყურებელმა იცის, არჩევნები დღეს აქციის ფონზე ჩაივლის და რამდენიმე საათში დაიწყება აუდიტორია 115-ის საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში.